ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. ყველას მოგესალმებით. მე ვიმყოფები ამსტერდამში, ქალაქში, რომელიც მე-12 საუკუნეში როგორც მეთევზეთა სოფელია დაარსებული, ხოლო შემდეგ მას ძალიან ბევრი ისტორიული მნიშვნელოვანი მოვლენა უკავშირდება, როგორც ხელოვნების ჭრილში, ასევე ისტორიულ ჭრილში და არა მარტო. თუმცა ჩემი ჩამოსვლა, რა თქმა უნდა, ისტორიულ ექსკურსს არ ატარებს, თუმცა ატარებს შემოქმედებით ხასიათს, რატო? იმიტომ რომ მე დღეს უნდა ჩავწერო ჩვენი საამაყო საბალეტო მოცეკვავე გიორგი ფოცხიშვილი, რომელიც არის ამსტერდამის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი 24 წლის ასაკში. ჩვენ დღეს მას შევხვდებით, თუმცა მანამდე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემი პარტნიორია Home Vision-ი, რომელიც არის მისონის ოფიციალური წარმომადგენელი, რომლითაც დღეს ვარ შემოსილი. მადლობა მათ პარტნიორობისთვის. ერთი დიდი სიამოვნება ყოველთვის ამ ქალაქში ყოფნა, თუმცა ჩემს გასწრევ მდებარეობს ამსტერდამის ნაციონალური ოპერისა და ბალეტის თეატრი, სადაც მე ახლა გავეშურები. სალამი გიორგი. გამარჯობა. შევხვდით როგორც იქნა. მადლობა ჩამოსვლისთვის პირველ რიგში. მადლობა მასპინძლობისთვის, ძალიან საინტერესო სივრცეა. მე მგონი მაყურებლისთვის საინტერესო იქნება ამ გარემოში. არა, მადლობა და წამო გავიაროთ სცენაზე, შევხედოთ. სიმართლე რო გითხრა, პირველად ვიმყოფები ამსტერდამის ნაციონალურ ოპერისა და ბალეტის თეატრში და მადლობა ამ ინსპირაციისთვის, იმიტომ რომ დღეს რო ჩვენ აქ ვართ, ეს შენი დამსახურება. და გამარჯობა, რა თქმა უნდა. გამარჯობათ. პირველ რიგში მოგესალმები შენ და ძალიან დიდი მადლობა შენს გუნდთან ერთად რო ჩამოხვედი, ვიცი შორს არის მაინც და პირველ რიგში დიდი პატივია რომ მიგიღოთ ეს ჩემთან სახლში აქ. გაიხარე გიორგი, მოდი ბოლოდან დავიწყებ, მიგიღოთ ჩემთან სახლში. სახლის შეგრძნება ამსტერდამის ოპერის და ბალეტის თეატრმა როდიდან გააჩინა? დღესდღეობით უკვე მართლა შემიძლია რო თქვა, რომ ამსტერდამი ეს ადგილი, ეს თეატრი, სადაც ეხლა ვდგავართ, არის სახლი, იმიტომ რომ როგორც ყველა არტისტისთვის აქ მოხდა ჩემი ოცნებების ასრულება ძალიან ბევრჯერ და იმ ადამიანებთან მუშაობა, რომელიც არის ძალიან ინსპირირებული და ყოფილა ინსპირაცია ჩემთვის. ამიტომ როგორც აი 5 წლის წინ როცა მოვედი გამოუცდელი და ამიყვანეს მართლა მომცეს ეს ყველა გამოცდილება. რამდენი წელს იყავი 5 წლის წინ? 19-ის. როგორც მოვედი აქ და როგორც ესე ამისრულეს ყველანაირი ოცნება, ნუ რასაკვირველია დიდი შრომის შემდეგ, მაგრამ მაინც ამ ყველაფრის შემდეგ ამ ემოციებისთვის, რაც აქ შევიგრძენი, ზუსტად აი აქ იმის შემდეგ მართლა რამდენჯერაც არ უნდა გამოვიარო, მაინც ესე ჩემ ადგილად ვთვლი აქაურობას. გაიხსენია ის პირველი დღეები როგორ იყო? პირველი დღეებს მაინც იმას ჩავთვლი, როცა დავიწყე დიდი პარტიების შესრულება. ეს იყო 4 წლის წინ, როცა ანუ 1 წელიწადი დაგჭირდა. 1 წლის შემდეგ, როცა უკვე მომცეს ეს შანსი ახალ წვეულს ხვდაწილად, რომ ეს შემესრულებინა დიდი პარტია. ელოდებოდი უკვე? სხვადასხვის ანუ უკვე 1 წლის წინ უკვე ფიქრობდნენ ჩემზე, რომ დიდი როლი მოეცა. თან ახალი დიდი ბალეტი დავდგით ჩვენი ვერსია აქაც და მოკლედ ძალიან ის იყო, რა ქვია, ძალიან საპასუხისმგებლო და პირველი იყო ძალიან ბევრი რამ. ანუ თვითონ პროდაქშენი, თვითონ ბალეტი, ჩემთვის დიდი ბალეტის პირველი იყო და არ ვიცი, მას შემდეგ აი ეს ემოციები რომ გავიზიარე ამ სცენასთან, მას შემდეგ მართლა ისე დაკავშირებული ვარ შიგნიდან ამ სივრცესთან. მოდი წავიდეთ იქ, სადაც შენ პირველად ფეხი აიდგი და ზოგადად როგორ მოხდა შენი კავშირი ბალეტთან, ეს რო გაიხსენე.
თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ქართული ცეკვით დავიწყე, ჩემი ოჯახიც და გამომდინარე. იმის და მიუხედავად, რომ დედა ბალერინა იყო, მაგ ყველაზე დიდი როლი მას ეკუთვნის, მაგრამ ბაბუაც და მამაც ძალიან მოხარულები იყვნენ და ძალიან მოსწონდათ ბალეტი და უნდათ თუ თვითონ არა მე მაინც მეცადა და როგორც კი პატარა რაღაც მონაცემები აღმოაჩინეს ჩემში, უბრალოდ ვცადე მეც და მიმიყვანეს ვახტანგ ჭაბუკიანის სკოლაში. ეგ იყო ჩემი პირველი წლის ხარ ამ დროს? მაგ დროს ვარ 12-13 წლის მივედი ქალბატონ ნინო ანანიაშვილთან, მან დედან დაიწყო ჩემი და მისი ურთიერთობაც. და შემდეგ მოკლედ დაიწყო თბილისიდან, ესე ქართულ ცეკვასთან ერთად უკვე ბალეტიც დავიწყე და ნელა ესე მეც ძალიან დამაინტერესა ბალეტმა, იმიტომ რომ ქართული ცეკვისგან განსხვავებით, რომელიც ჩვენი კულტურის ნაწილია, რა თქმა უნდა, თან როდესაც ვიცი, რომ ვახტანგ ჭაბუკიანი არსებობდა, ჯორჯ ბალანჩინი არსებობდა, ესე მეც ავტომატურად ძალიან დამაინტერესა ამ სფერობთან. მსახიობობაც იმდენად განუყოფელი ნაწილია ბალეტშიც, მეც მომწონს ეს, რომ სხვა მხარეს რაღაც როლის გარდაქმნა იყოს ცეკვასთან ერთად. ამიტომ ამ ყველაფერმა ერთად ძალიან დამაინტერესა რა. აი ეხლა ცოტა ისეთი სენსიტიური კითხვა უნდა დაგისვა რა. აი მაინც გარდატეხის ასაკში ხარ პირველად რომ მიდიხარ. გასაგებია რომ ძალიან დიდი გავლენაა ოჯახი, დედა, მშობლები და პერსპექტივა, მაგრამ ამ ასაკში ხო, როდესაც აი ბიჭები ჯერ კიდე ჩამოუყალიბებლები არიან და არსებობს ბულინგის შესაძლებლობა, არსებობს რაღაცა არასასიამოვნო ფრაზების მოსმენის იმ ასაკში, როდესაც ჯერ მენტალობა ჩამოუყალიბებელია, თუმცა შენ ეს რაღაცნაირად მოახერხე და გადალახე, როგორ მოხდა და შენ შემთხვევაში თუ იყო ეგეთი რაღაცები. კი, რა თქმა უნდა იყო, მაგრამ ესე აი გაიხსენ. სერიოზულად მართლა არასდროს არ მიმიღია, მე სულ მქონდა ხოლმე პასუხი რა, თან აი რას გეუბნებოდა? რომ აი ძირითადად ისეთი ადამიანებისგან იყო ხოლმე, ვინც არ იცოდა ბალეტი რა. ამიტომ არც წყინდა ხოლმე, მაგრამ სულ მინდოდა რომ ამეხსნა, რომ ეს ბალეტი ის არის ხო, რაც ესე ტელევიზორში ქონდათ ნანახი რა, მართლა უფრო ღრმად არის ხელოვნება და არის უბრალოდ ენა არის ერთ-ერთი რითიც შეგიძლია რომ სპექტაკლი შეკრა რა. მაგრამ იმან მიშველა მე რომ ძირითადად ფიზიკურად სულ დიდი ვიყავი რა ბავშვობიდან. ამიტომ ანუ რომ ვეუნებოდი რომ ბალეტს შევკავდა რაღაცა, ანუ ჩემ მხრიდან რომ ვუხსნიდი, ანუ არასდროს არ მქონია ესე პრობლემა რომ რაღაც ვაიმე რა საკეთებ და ბალეტის გამო არა. როდის მიხვდი რომ ქართული ცეკვიდან მოსული ბალეტში ხო არის რაღაც გარდამავალი პერიოდი ხო ჯერ ჩამოვა თუ მალევე მიხვდი რომ ეს ის არის რასაც შენ გინდა რომ შენი დანარჩენი წლები დაუთმო. სხვათა შორის როგორც თბილისში ბევრი მეუბნებოდა თუ ქართულ ცეკვას ცეკვავდი, ბალეტის ცეკვა არ უნდა შემძლებოდა წესით რა. არის ეს მოსაზრება მე კი, იმიტომ რომ აქამდე ეს იმის რომ დილეტანტი ვარ ამ ნაწილში, მაგრამ მსმენია. მთელი ბავშვობა ეგ მესწოდა, მე მეტი არაფერი მართლა, იმიტომ რომ რაღაც ჯერ აქამდე ესე არ მომხდარა, რომ ორივე ერთდროულად, ორივე ქართული ცეკვას და ბალეტიც პროფესიონალურად ვინმეს ეცეკოს რა, იმიტომ რომ სულ იყო ხოლმე რომ ან უნდა გაანებო ქართულ ცეკვას თავი, ან ბალეტს ვერ იცეკვებ და სხვათა შორის ძალიან დიდი ხანი გამომყვა რა ეგ სტერეოტიპი, იმიტომ რომ სულ ვფიქრობდი რომ აი ჩემი პირველი პარტიას რო შევასრულე, მანდაც იყო ცოტა რაღაც ეს სახასიათო ცეკვები, მაგრამ კიდევ ვფიქრობდი რომ აი ეს მაინც ქართული ცეკვის ხარჯზე ვცეკვავდი რა, მაგრამ აი უკვე გედების ტბამ ცოტა შემიცვალა ეგ ამბავი, აი როცა შევასრულე ჩემი გედებისთვის პრემიერა, მე მივხვდი რომ აქ ამ სცენაზე მაგის შემდეგ მივხვდი რომ ანუ ეს სტერეოტიპი არის და შეიძლება ყველაფერი. აქ როგორ აღმოჩნდი? აქ აღმოჩნდი სხვათა შორის ქალბატონმა ელენე გლურჯიძემ, პრიმა ბალერინამ ინგლისის ნაციონალური ბალეტის, მან გააკეთა საზაფხულო სკოლა და ბალეტის მიმართულებით ორკვირიანი, სადაც იყო ზუსტი ასლი და ზუსტი მასტერკლასი, როგორ სწავლებას გადიხარ ევროპაში რა, ევროპის მხარეს როგორ ისწავლება ბალეტი რა. და მან დრო დამპატიჟა ქალბატონმა ელენემ, მან გავიაზრე რომ ამ სფეროში კიდევ ძალიან ბევრი
სივრცე არის განვითარების რა. აქ არის კლასიკური ბალეტი, მოდერნი, აქ უკვე პარტნიორობას ექცევა ძალიან დიდი ყურადღება, ამიტომ ამ ყველაფერმა ძალიან დამაინტერესა, იმიტომ რომ ცეკვა ზოგადად იმხელა ძალისხმევას მოიცავს რა, ანუ ან ბოლომდე უნდა გაყვე ამას, ან კიდე მართლა ანუ ტანს დაიმტრევ რა, პირდაპირ ვიტყვი, ამიტომ ვიფიქრე რომ თუ მართლა ამ სფეროს მინდოდა გავყოლოდი, მინდოდა რომ ბოლომდე, ამიტომ ესე შემდეგ გავიკითხეთ ქალბატონ ელენემაც მირჩია აღმოჩინეთ ამსტერდამი, სადაც ძალიან კარგი სასწავლებელია უნივერსიტეტი ბალეტის მხრივ და არის ერთ-ერთი საუკეთესო თეატრი მსოფლიოში, ამიტომ აქ ჩამოვედი, რომ გამეგრძელებინა ჩემი ბალეტის განათლება რა ამ მხრივ. ეგრე აღმოჩნდი ამსტერდამში. ზოგადად ტრაუმები ახსენდა, ტრაუმატულია ხო ბალეტი? კი, ძალიან ტრაუმატულია. შენ შემთხვევაში თუ შეგიძლია გაიხსენო რა ყველაზე? გააჩნია რა როლს ამზადებ რა, სადაც უფრო მეტი პარტნიორობაა, ძირითადად უფრო ტანი შეიძლება დაგიზიანეს, იმიტომ რომ ბევრჯერ 3 საათის განმავლობაში ბევრჯერ გიწევს გოგოსთან პარტნიორობა, ან ჩვეულებრივი მუხლის ტრავმა, კოჭის გადაბრუნება, ნახტომების შემდეგ, არ ვიცი, ან ჩვეულებრივი სპორტული ტრავმები გვაქვს ხოლმე ჩვენს. დღეს თუ გახსოვს ისილეთები ქართული ცეკვის რასაც სწავლობ? კი, იმიტომ რომ მე დღემდე ცეკვავ, კი, რაც ბაბუა ჩემი გარდაიცვალა, იმის მერე ცოტა რაღაც გულდაწყვეტილი ვარ ქართული ცეკვის მიმართ, იმიტომ რომ ბოლოს მისთვის ვიცეკვე 2 წლის წინ, მაგრამ სხვადასხვა ეხლა რამოდენიმე თვის უკან კიდევ მაგ 2 წლის წინანდელი იმის გახსენება იყო და კიდევ ვიცეკვე ქართული ცეკვა, ამიტომ სულ მინდა რომ ქართული ცეკვა იყოს ჩემთან ერთად. როგორ მიგიღე საქრო ჩამოხვედი? სხვადასხვა ძალიან კარგად, იმიტომ რომ იმისგან მიუხედავად რომ რაღაც ესე სტერეოტიპული ბალეტის მოცუկავის სიმართლე გითხრათ არ ვგავარ რა, დაინახეს რომ რაღაც ახალის გაკეთება შეგვეძლო ერთად რა, ჩემი ფოლკლორული ბექგრაუნდის და ბალეტის სინთეზით. კარგი мотиваცია მქონდა თავიდანვე, რომ აი სულ ესეც მქონდა თავდაჯერებულობა, რომ ქართული ცეკვას კიდევ უფრო მეტი სიღრმე ქონდა და კიდევ ბევრ ადგილას შეიძლებოდა მისი პრეზენტაცია, წარმოჩენა. ამასთან ერთად არწმუნებული ვარ, რომ რასაც არ უნდა ცეკვავდეს შინაგანად აი ეს შენი ქართული იდენტობა ალბათ გაძლიერებს და კიდევ უფრო მეტ მუხტს გაძლევს, ხო? რა თქმა უნდა. შიგადაშიგ მიწევს ცეკვა. შეგიძლია ამსტერდამის ოპერის სცენაზე რაიმე ქართული ილეთი გაგვიკეთო, რაც გახსოვს. კი, რა თქმა უნდა. მე ჩავიწევი ოდნავ და სპეციალურად მაყურებლისთვის. მიკროფონი ღარ გადმოვარდება. არ გადმოვარდება. ხო დამაგრებულია. კი. საქართველოში რო ჩამოდიხარ სპექტაკლით ან რაიმე ნომრით რა შეგრძნება? ალბათ საერთოდ ვერაფერი ვერ შეიძლება საქართველოში ცეკვას, იმიტომ რომ ამდენ ცნობილ სახეს რო ხედავ პარტერში და თან ეხაც ბაიადერა რო ვიცეკვე, ძალიან ემოციური იყო ჩემთვისაც, იმიტომ რომ იმ ადამიანებთან ვიცეკვე თან იქ, რომელთან ერთადაც სკოლაში ვიყავი, ვახტანგ ჭაბუკიანის სკოლაში, მარისთან ერთად მთავარი პარტია მასთან შევასრულე, თან უკვე კარგად მეგობრობთ, რამოდენიმეჯერ ვიცეკვეთ უკვე თბილისში ნინისთან, ნინის სამადაშვილთან, ამიტომ ეს რაღაც სულ ქართული, ანუ ყველა სცენაზე ვინც ვიდექით, სულ თბილისის კადრები ვიყავით რა, ეს თბილისიდან დავიწყეთ სულ ყველამ ცეკვა, ამიტომ ძალიან ისე იყო რა, თან ჩემი მთელი ოჯახი, მეგობრები, ყველანაირი მხარდაჭერა მქონდა დარბაზიდანაც, ამიტომ რაღაც სხვანაირი პასუხისმგებლობა ვიგრძენი იქაც რა, თან პატარა ამოსუნთქვაც ვერ ვაკადრე ჩემ თავს, რომ აი სცენაზე სადღაც დამესვენასავით რა, მინდოდა რომ აი მაქსიმუმი ჩამედო, რომ რაღაც დამებრუნებინა უკან ეს სიყვარული, რაც მივიღე ამ თბილისში ცეკვისგან რა. Central Park Towers-ი არის 2 სართულიანი ნაგებობა ქალაქ თბილისის ცენტრში, ბუნებრივია Central Park-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის შესაძლებლობა გქონდეთ საკუთარი სასტუმრო ნომერი Radisson Blu's ოპერირების ქვეშ და მიიღოთ ყოველწლიურად მაღალი სარგებელი. ასევე ამ სივრცეში განთავსებული იქნება საშოპინგე
ბევრი სივრცე, შოპინგ მოლი იქნება და ასევე ძალიან ბევრი საერთაშორისო ბრენდის მატარებელი ცნობილი რესტორნები. ასევე Central Park Tower-ში გათვლილია ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დიდი event hall-ი გათვლილი 5000 ადამიანზე. მოდი დედაზე გითხარი ხა და დედის გავლენაზე. შრომის მოყვარეობა და არ დანებება მას ძალიან აქვს რა, ამიტომ მაინც ვინ არის დედა მაყურებელს უთხარი დედა არის მაია კიკნაძე, რომელიც მთავარი ხელმძღვანელი არის ჩვენი ესე ცხიშვილების დინასტიის გაგრძელების მამასთან ერთად, რა თქმა უნდა. მაგრამ დედა მაინც ქართველი მამაკაცისთვის დედა მაინც სხვა არის და რო გამოირჩევა მისი სიყვარული და ყველაფერი, ესეც ერთ-ერთი მოტივაციაა, იმიტომ რომ თან ბალერინა იყო, მასაც განსაკუთრებით უყვარს ბალეტი. იმისთან მიუხედავად, რომ ქართული ცეკვა გააგრძელა შემდგომში მამასთან ერთად. დედასთან ერთად მამასთანაც ძალიან დიდი დრო გავატარე დარბაზში. ყველაფერში თანხდებოდნენ შენთან მიმართებაში? არა, რა თქმა უნდა. ეგაა საინტერესო. როგორც ყველა ქართულ ოჯახში ეგრე არის ჩვენ ძალიან ამას ქართული ცეკვა უნდა და ხო უფრო? არა, სხვადასხვის, არა, მამასაც ძალიან უნდა ბალეტი. თუ ნაკლებად არა, უფრო მეტად შეიძლება ესე რო ვთქვა, იმიტომ რომ მამასაც ძალიან უყვარდა ბალეტი. ამ სერიოზული შეცდომა მოხსლია ცეკვისას. ყველაზე დიდი შეცდომა ალბათ იქნება, რომ უბრალოდ არ იქნები რო ის არ დაგემართებოდა, რა თქმა უნდა, მაგას არ ველოდები, რაც ანრის დაემართა ცეკვენ ვარსკვლავებში, რომ მეწყვილე ხელიდან გაუვარდა და ის გოგოძი. არა, ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცა, იმიტომ რომ ტექნიკურად იმდენად რთულ რაღაცებს აკეთებ. დაგვარდნია პარტნიორი ესე? ეს ძირს არა, ტრავმატულად. ტრავმატულად არ. არა, მაგრამ არის ხოლმე ხან პატარაზე წაბორძიკდები რაღაცა, ანუ არის ხოლმე რა მსგავს ტექნიკური. რომელსაც მაყურებელი დიდად ვერ ატყობს. ატყობენ ხოლმე, მაგრამ მათაც ეს წარმოდგენის ნაწილია, იმიტომ რომ ისინიც ხედავენ, რომ შენც ადამიანი ხარ, შეიძლება ანუ ფეხი აგისტრიადეს, შეიძლება რაღაც აი იმდენი დეკორაცია გვაქვს, იმდენი რაღაც პატარა ხანდახან ჭიქები ხოლმე, შეიძლება რაღაც ძირს ეგდოს უბრალოდ ფეხი გაკრა, ან რაღაც მოხდეს რა, ან კოსტუმი გაიჭედოს სხვა კოსტუმში რაღაც პარტნიორობის დროს არის ხოლმე მსგავსი რაღაცები, მაგრამ თავარია როგორ გამოძრევი და როლში დარჩე რა. ემოციური ხარ შენთან? კი. ანუ გამოხატავ რაღაცას რომ დარდო? კი, გამოხატავ ხოლმე, კი. აი მაგითო ეხა ვცდილობდი რომ ეს თვალეზე მიწიმწიმოს ეხა, იმიტომ რომ პრემიერა ახლოვდება და მაინც ყოველ ღამე ეს მეფიქრება ხოლმე რა. რას იქ როგორ გავაკეთებ რაღაცას აქ როგორ გავაკეთებ. თუმცა სანამ დაიწყება წარმოდგენა, მოდი გავაკეთოთ პატარა ექსკურსი იმ სივრცეებში, სადაც შენ გიწევს ყოფნა სპექტაკლის დაწყების წინ და ჩვენ მე რამდენიც ვიცი ამის შესაძლებლობა გვექნება. კი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით backstage-ზე, სადაც კოსტუმები არის გამზადებული და მოდით განახებთ ახლა ჩვეულებრივ რუტინას შოუმდე რაც ხდება. ყველაზე მთავარი მაკიაჟი რაც მჭირდება, ეს სპეციალური ფეხსაცმელები პირველი აქტის. დიდი ხანი გიწევს დგომა, ყველაზე მთავარი კიდე ერთ-ერთი ეს არის ორი მასაჟორი ბურთი, რომელიც სანამ ესე ხან გრიმს რო ვისმენ ხოლმე, ეს უბრალოდ დავაბიჯებ, რომ მთელი ნერვები რაც არის, ფეხში გროვდება, ყველა დაჭიმულობა. ეს პატარა თილისმა არის, ეს ჩვეულებრივი სალფეტკია, მაგრამ აქ ის არის, რა ქვია. უკვე 2 წელია რაც მაქვს თითო შოუს წინ იმაშვები ხოლმე. თვალის ფანქრით ერთ იმას უსმევ ხოლმე აქ. თან რიტუალის დატვირთვა აქვს, თან ერთი რაღაცით ვისმევ ხოლმე უკვე დიდი ხანია გრიმს და თან ფანქრით ერთ ხას უსმევ ხოლმე თითო სპექტაკლის წინ. ეს უკვე 1-2 წელია მაქვს უკვე საკმაოდ ბევრი სპექტაკლი ვიცეკვე. და რადგან ჩემი დებიუტი იქნება რომეოში ერთ ხასაც გადაუსმევ ხა. ესე. რა გინდა საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად?
გარდა რა თქმა უნდა იმისა, რომ ეხა ყველა ველოდებით, რომ რაც შეიძლება მე წარმატებას მიაღწიო. მაგრამ მოდი მაინც შენგან ნათქვამი უფრო საინტერესო იქნება. ალბათ რაც უფრო მეტ ადამიანს გავაცნობ ჩემს ხელოვნებას და შესაბამისად ჩემ ხელოვნებაშიც ჩემი ქვეყანა იგულისხმება ავტომატურად, მინდა რომ მაქსიმალურად განვავითარო ეს სფერო თბილისშიც მაქსიმალურად მინდა რომ გავაცნო ჩვენი ქვეყანა მაყურებელს რაღაც ის ჩემი მე 100%-იც რომ გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ოჯახისთვის პირველ რიგში რა, იმიტომ რომ მინდა რომ ეს ხელოვნება ისეთი რაღაცაა, ბევრი რაღაცის თქმა შეგიძლია და ბევრი ადამიანს შეგიძლია რომ რაღაც აპოვნინო. ამიტომ ალბათ უფრო მაგ მხარეს იქნება ჩემი მიზანი ამ სფეროში, რასაც ვაკეთებ. და ვინ არის შენთვის ყველაზე კარგი მაგალითი დღევანდელ დღეს საბალეტო მოცეკვავებით? ალბათ ვახტანგ ჭაბუკიანი იქნება ყველაზე დიდი მაგალითი, იმიტომ რომ როგორც მე ისიც ჩვეულებრივად ერთ ადგილას დავიბადეთ და ერთი ეროვნების ვართ, ამიტომ და მისმა ხელოვნებამ საერთოდ შეცვალა ბალეტის მიმართულება, განსაკუთრებით მამაკაცის მხარე ბალეტში და მისმა ქარიზმამ, მისმა ცეკვამ საერთოდ გადაატრიალა მთელი ხელოვნების სფერო, ამიტომ ეგ იქნება ჩემთვის ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული რა. და მამა ჩემის ცეკვაზე გავიზარდე და ქართული ცეკვის ხრივ იგივე შემიძლია თქვა მამაზე. ისღა დამრჩენია რომ მადლობა გითხრა ასეთი გულწრფელი დიალოგისთვის, ასეთი ნამდვილი ემოციებისთვის და ამბების გაზიარებისთვის. მე დარწმუნებული ვარ მაყურებელმაც ასეთივე სიამოვნება მიიღო შენი სმენით და რა თქმა უნდა ულევ წარმატებას გისურვებ, რომელიც მე დარწმუნებული ვარ ცხოვრებაში აუცილებლად გექნება და კიდე არაერთგზის გვექნება შესაძლებლობა შენით ვიამაყოთ. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ჩამოსვლისთვის კიდევ ერთხელ ამ ხელა გზაზე რომ ჩამოხვედით, რომ რაღაც ეს მხარეც რომ გაიცნოს თქვენმა მაყურებელმა ჩემს მიმართ და რომეო და ჯულიეტას გარდა იცოდეთ რომ ყველა ჩემს სპექტაკლს დაპატიჭებულები ხართ. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები.